მოგესალმებით, მეგობრებო. ძალიან მომიტა თქვენთვის გამიზიარებინა ეს ვიდეო, ჩამეწერა ეს ვიდეო. მინდა დღეს გესაუბროთ კარმულ ასპექტებზე, უფრო შავი მთვარე როცა პლანეტებთან შემოდის ასპექტაციაში, ან ნეგატიური კვადრატურა არის, ან შეერთება არის, ან დაძაბულ ასპექტებზე, ჰარმონიულ ასპექტებზე, მაინც არ არის ხოლმე ისეთი გაცნობიერებული გავლენა, რომ რამე მოახდინოს, იმედია კარგად ისმის ჩემი ხმა. მოახდინოს გავლენა, ძირითადად დაძაბული ასპექტები არის ხოლმე, ჩემთვის პირადად საინტერესო და როდესაც განსაკუთრებით კარმულ ასპექტებს კარგად ჩავღრმავდებით ხოლმე, აი შეგვიძლია ისეთი რაღაც დავინახოთ ადამიანში, ისეთი მისწრაფებები, რომელიც შეიძლება სერიოზულ გავლენას ახდენდეს მის ცხოვრებაზე, ოღონდ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ არაცნობიერად ახდენს ხოლმე გავლენას, აი ქვევით რო არის ძალიან ღრმად და აი მე რო არის ის მომენტი, რომ აი არ ვიცი რატო ვაკეთებ, არ ვიცი რატომ ხდება ესე, ანუ ის მოვლენები, რომელიც ჩვენ კონტროლს მიღმა არის, ჩვენ გაცნობიერების მიღმა არის ხოლმე. როგორც წესი ეს შავი მთვარის და ასპექტების ჩართულობის გავლენა არის ხოლმე და ძალიან სერიოზულ кейსებზე მქონია პასუხები, რატო რა მოხდა, მაგალითად იყო ის ძალიან სერიოზული ნეგატიური პრობლემა, იყო უბედური შემთხვევა თუ იყო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ყოველთვის კარმულ ასპექტებს უყურებ ხოლმე, იქ არის მთავარი, რას აკეთებს არაცნობიერ დონეზე, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ადამიანი, საით მიდის, რომელიც ეს რეალურად მის სურვილებთან მაინც არ არის ხოლმე კავშირში, ეს არის უფრო რაღაც კომპლექსების აბსოლუტურად არაცნობიერში ჩადებული პროგრამების გადაფარვის მცდელობა. ფსიქოლოგიაში არის ესეთი ცრუ ეგოს ვეძახით ხოლმე, როდესაც იდეალიზირებული ეგო, ან ცრუ ეგო, ან ნეგატიური ეგო, სხვადასხვა მიმართულებით გვინდა ხოლმე ეს რაღაცნაირად დაიფაროს და აი გვინდა აი ამ შავი მთვარის ზონაში ავიკვიატოთ რაღაცნაირად სფერო ან გავლენა. ერთი და იგივე წრეზე მივდივართ ხოლმე თან შავი მთვარის აქ ახასიათებს ერთი და იგივე სულ ნეგატივი, მაინც იგივე წრეში შევდივართ და ზოგჯერ მთელი ცხოვრება გრძელდება ხოლმე და აი კონსულტაციებზე მაქვს ძალიან საინტერესო შეხება აი ამ კარმულ ასპექტებთან გაცნობიერება და მეც მეხმარება სხვათა შორის ჩემს ასპექტებსაც შავი მთვარის კომბინაციებსაც ძალიან რაღაცნაირად ატოკებს ხოლმე, რომ მე ვხვდები რაღაცებს კიდევ უფრო ღრმად და კიდევ უფრო ისე ღიად და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო არის ხოლმე ეს მუშაობა. და აი როცა შავ მთვარეზე ვლაპარაკობთ, ხომ, აი მე ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ამ კომბინაციებზე, ბევრ ვიდეოს გიწერთ, რომ აი კიდევ და კიდევ უფრო რომ დაუკაკუნოთ თქვენ თავს, კიდევ უფრო გაცნობიერებადი გახდეს, იმიტომ რომ ჩემი ინტერესი არის ხოლმე, რომ აი ყველაზე დიდი პრობლემა მოდის, როცა არ აქვს გაცნობიერებული რაღაცეები და შევდივართ ზონაში, ბრმა ზონაში ფაქტიურად და ვერ ვხედებით რა გამოძრავებს იქ, რატო ვიღებთ ამ შედეგებს, განსაკუთრებით უკვე სერიოზული კრიზისები რო ხდება ცხოვრებაში, სერიოზულ დარტყმებს ვიღებთ ბედისგან, ესე ვეძახით ბედს, ეს ბედი ჩვენ ვართ, ჩვენ ხელში არის პასუხისმგებლობა სრულად და როცა ხა მეტყია ხოლმე, აბა რა ხდება ჩემს რუკაში მეშველება რა შაბლონები რო არის ხოლმე, აი მან არაფერ შუაში არ არის ცალკე რაღაც აღებული, ხო ეს ჩვენ ვართ, ჩვენი პროგრამები არის, რომელიც არ არის გაცნობიერებული, რომელიც ოჯახურ გზავნილებში არის ხოლმე ჩართული. და აი როცა არის შავი მთვარის ასპექტები, განსაკუთრებით ასპექტირებული, ახლა ადრე მქონდა ილონ მასკზე ვიდეო, რომელსაც ძალიან სერიოზულად აქვს შავი მთვარის ნეგატიური ასპექტები ჩართული, შეერთებები აქვს ძალიან სერიოზული. და აი აქედან შეგვიძლია დავინახოთ სადამდე მივა ეს ადამიანი, ხო? და ზოგადად სადამდე მივდივართ ხოლმე ჩვენს კარმულ ნეგატიურ ასპექტებამდე და დამუშავებას როცა ვეძახით, მანდაც სხვანაირად არის, შეიძლება დამუშავების კუთხით წავიდეთ და იყოს, იცით, როგორი შეხება ამ კარმულ ასპექტებთან, აი ნეგატიური ემოციები რაღაცნაირად გადაპროგრამება კი არ ხდება, კიდე და კიდე უფრო რომ ვიძირებით ხოლმე ნეგატივში და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ამ შავი მთვარის კარმული ასპექტების გაცნობიერება. ვიდეო წყალი არ წამიღებს. ცოტა ისე ტალღები არის.
ხო და რა არის ახლა ეს კომბინაცია, ხო ეს რაღაცნაირად თავარი სიგნალები არის მეგობრებო, როდესაც რაღაც უბედური შემთხვევები ხდება. როდესაც ერთი და იგივე ისტორიები მეორდება და ვერ ხვდებით მიზეზებს რატომ. როდესაც რაღაც სერიოზული დაბლოკვა არის ცხოვრებაში და ვერ მიდის წინ ადამიანი, ხომ? და აი ამ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ აკავებდეს ენერგიას ძალიან დიდი დოზით, ზუსტად კარმული ასპექტები და მე ახალი პერსპექტიული ენერგიებისთვის აღარ იყოს ენერგია, მოდით ესე ვთქვათ, ხო, პერსპექტიული, აი რომ ენერგია ჩავდო რაღაცაში, რაც მე მინდა, იმისთვის აღარ მყოფნის ენერგია, იმიტომ რომ მთელი ჩემი ძალები, მთელი ჩემი ფსიქიკური ძალა მიდის რაღაც უძირო ორმოზე, რომელიც ვყრით ენერგიას და აბსოლუტურად იქიდან არაფერს არ ვიღებთ, ხო? და აი აქ აუცილებელი არის ასტროფსიქოლოგია, მე რატომ მიყვარს, რომ ეს არ არის უბრალოდ, რომ აი რაღაცნაირად წავიკითხოთ რუკა უფრო ჩვენ ბედზე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ჩანს ბედიც ჩანს, ის მოვლენები ჩანს, რასაკურველი ამას მაინც არ ვამბობ ხოლმე ხა კონსულტაციებზე, იმიტომ რომ შესაძაც არის რომ ახლა მაინც პირადი არ იქნება მაინც ბედნიერად ადამიანს ისეთ შეხვდება, რომელიც შეიძლება არ იყოს ის გამოძახილი მასთან ან შვილებთან ან სამსახურთან. არ არის ხა წინასწარ ამის ცოდნა ხოლმე საჭირო, მთავარი არის რომ გაფრთხილება იყოს, რომ აი აქ საჭირო არის კარგად გავაცნობიეროთ რა გვინდა და ყოველთვის მივდივარ ჩინაგან მესთან, მეგობრებო, ნამდვილ მესთან და არა გამოგონილო ილუზორულ მესთან და უნდა შევიდეთ აქ კონტაქტზე ნამდვილ საკუთარ მესთან და სულ მაგას ვიმეორებ და სხვათა შორის ძალიან ადრე უსმენდი რაღაც ვიდეოებს, დავდიოდი ფსიქოთერაპიებზე კითხულობდი წიგნებს და აი რო არის იპოვე შენი მე და რაღაცა და ეს საერთოდ ისე მესმოდა, იცით, ვერ ვეხებოდი ამას. შიგნით შეხება არ მქონდა აი ამ ინფორმაციასთან და ძალიან დიდი დრო დამჭირდა და აი რო ვიცი ეს რომ აი რაღაცნაირად მარტო ვიარე ამ გზაზე, არავინ არ დამხმარებია ისე რომ ეს გამეგო 1-20 წლის წინ თუნდაც აი მაგიტომ უფრო მინდა ხოლმე რომ აი შეგახოთ თქვენ აი ამ ემოციას. აი როცა ვინც ერკვევით მაგალითად თქვენ რუკაში და იქ შავ-მთვარის კომბინაციებს უყურებთ, ხო, ეხლა ძალიან გამოხატულად არის, ეხლა ბოლო პერიოდში ჩემთან იყვნენ ადამიანები, ვისაც ურანი და შავ-მთვარე ასპექტაციაში ჰქონდა. ზოგს შეერთება ჰქონდა, ზოგს კვადრატურა ჰქონდა, ზოგს ოპოზიცია ჰქონდა. მაგრამ იდეა ერთი არის, ხო? ურანი ეს არის შფოთვა და მომავალში რომ გავრბივართ, რაღაც არ ვიგრძენი სადღაც და გავრბივარ მომავალში რომ არ გავჩერდე და ეს ხშირად არის გაცილებით ცით როგორ რაღაცას ემსგავსება, არაც გაცნობიერებულ რბოლას ემსგავსება, გავრბივარ და აი ჟარგონულად რო ვთქვათ, ვმაზავთ მერე მთელ ცხოვრებას. სადღაც მომავალში არიან ერთი მოსმით უნდათ ეს ცხოვრება გაირბინონ, თითქოს გაქცევა რო გვინდა რაღაცეებისგან და აი ამას არ შეხება ხდება ხოლმე მათთან, ხო? აი ეს სიჩქარე, ეს რბოლა, შფოთვითი აშლილობა, ხო? აი რაღაცნაირად ურანული ენერგია კონტაქტზე რო გადიან, მერე რაღაც ხანაირად მიდის ეს ყველაფერი, იცით, შეხება ხდება, აი ამ შფოთვასთან შეხება ხდება. სხვათა შორის ფსიქიკური პრობლემები თუ ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკა შეიძლება ასტროლოგიაში ძალიან კარგად და აი ზოგს რო ექიმები ეუბნებოდნენ რომ აი ფსიქიკური პრობლემა აქვს და რუკაში რო ჩანს რომ არ არის ეს და მე სხვა ექიმთანაც რო გადაუმოწმებიათ და მართლა უბრალოდ ნერვოზული ფონი ყოფილა ხასიათიდან გამომდინარე და ამაზეც გქონდა ხოლმე მუშაობა. აქ ადამიანზეც არის რამდენად აქვს მზაობა, რა თქმა უნდა, გააცნობიეროს ეს ინფორმაციები, რამდენად უნდა რომ შეიცვალოს და კონტაქტზე გავიდეს საკუთარ მესთან, იმიტომ რომ ბევრი დაცვითი მექანიზმი გვაქვს. ჩვენ ნამდვილ მესს შევხვდეთ, იქ ბევრი ნამდვილი პრობლემებიც უნდა დავინახოთ ჩვენში. ის ილუზორული მეც უნდა დავინახოთ, რა გვეგონა ჩვენ თავი და რა აღმოჩნდა სინამდვილეში და აი ეს ფრუსტრაციაც უნდა გავიაროთ, თუმცა ეს ფრუსტრაციაც ილუზორული არის ხოლმე, იმიტომ რომ აი ნამდვილ მესთან რო გავდივართ, აქ არის უპირობო მიღება ამ მესი და იქ უკვე აღარ არის ის პრობლემა, მეგობრებო, აი ის ფრუსტრაცია უკვე ნამდვილ მესთან როცა გავდივართ კონტაქტზე, ხო, რომ ნამდვილი მე რა არის, აი უპირობო მიღება და რაც უფრო შორს ავართ ჩვენი მესგან, მით უფრო ოჯახში შორს ვიყავით უპირობო სიყვარულისაგან. კარმული ეზოთერული ასტროლოგიით მით უფრო ეს ადამიანი ესე იგი დიდ ხანს იყო ამ უპირობო სიყვარულის გარეშე დარჩენილი და
გააჩნდა ეს რაღაცნაირად შინაგანად, ხო და იმ გარემოს ვიზიდავთ მე რა ენერგეტიკაც გვაქვს, რა პროგრამებიც გვაქვს, ხო, აი კომპიუტერული პროგრამასავით არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენს არაცნობიერში ჩაწერილი. და ის ავტომატურად მიდის, სანამ არ შევეხებით იმ პროგრამას. სხვათა შორის ხშირად მქონია ესეთი თუნდაც თერაპიებზე, ფსიქოთერაპიებზე, როცა არის რაღაც ენერგია ადამიანში, რაღაც მისტიური არის, აი აუხსნელი, რაღაც მოვლენა, რაღაც ცევდა აქვს, რომელიც არ მომხდარა და რო ხდება მასთან შეხვედრა და კარმულ ასტროლოგიაში ვამბობთ, რომ ეს წინა ცხოვრებების ენერგია იყო, წინა ცხოვრებების გამოცდილება, რომელიც შეიძლება ეხლა აღარ არის ესე ფიზიკური, მაგრამ არის ენერგეტიკულ ემოციურ დონეზე დარჩენილი, ხო? და აი აქ ხდება შეხვედრა აი ამ შიდა ემოციასთან და ცხოვრება ისე, გამოტირება ისე, თითქოს ეს მართლა იყო და ამას ვეძახით მე აი გეშტალტ ფსიქოლოგიაში, რომ რაღაცნაირად გეშტალტი დავხურეთ. ანუ რაღაც ისტორია დაიხურა ჩვენ არაცნობიერში, შესაბამისად მივიღეთ დანაკარგი და გავუშვით. აი ეს მომენტი, ეს პროცესი, აი მკურნალობას ვეძახით, მე მაგალითად ვეძახი ხოლმე კარმულ გეშტალტს, კარმული გეშტალტი რო დაიხურება და შესაბამისად ის უკვე ცეთ როგორ არის, აი გაცნობიერებაც ხდება, რატო აღმოჩნდი, მაგალითად მაგ სიტუაციაში რატო მოხდა ესე, ხო? რომ რაღაც უნარები მაკლდა, რაღაც მაკლდა ისეთი, რამაც აქამდე მიმიყვანა და მე რაღაცა სტრატეგიასაც გეგმავთ, რა უნდა გავაკეთო, ისეთი, რომ მსგავს სიტუაციაში აღარ ჩავარდე, ეს აღარ ვიგრძნო სიტყვაზე, ხო? და აი ეს ისეთი სულ ამბობ ხოლმე, რომ აი ეს პროგრამები, ეს ემოციები, რომელსაც კარმულ ასპექტებს ვეძახით, ეს არის აი კომპოსტოში შეფუთული კომპოსტო ფაქტებად, ერთი ფურცელს რო გახსნი, მეორე ფურცელს რო გახსნი, მესამეს გახსნი და აი ესე ნენელა ჩავდივართ ნამდვილ მემდე და აი ეს თავსმოხვეული გარემოსგან ემოციები, ეს თავსმოხვეული პროგრამები ხშირად ნამდვილმეს გვიკარგავს და აღარ ვართ ხოლმე კონტაქტზე ამ ნამდვილმესთან და აი განსაკუთრებით აი ასტროლოგიის შეხვედრებში აი ამასთან შეხება გვაქვს ხოლმე და მე უყურებ პირდაპირ კარმულ ასპექტებს და ეგრევე ხვდები რაც ხდება ადამიანის თავს. ვინც ასტროლოგიაში კარგად ერკვევა, მით უმეტეს კარგად იციან ახლა რასაც ვლაპარაკობ. მთავარი ის არის, რომ ჩვენც რო გვესმის ასტროლოგია, ჩვენც გჭირდება ეს შეხება. ხო, ეს ჩვენც გჭირდება ეს ჩვენ თავთან კონტაქტი. რა არის blind spots, რო ვეძახით ეს გაუცნობიერებელი ენერგია, მაგალითად როცა არის პლუტონი ლილიტის შეერთება, ეს არის რაღაც აი გაჭედვა რაღაცაზე. რაღაცისკენ აქ ძალიან ძლიერი სურვილი, ღრმა სურვილები აქვს ადამიანს, რომელიც საცთურივით არის თითქოს და აი გვინდა ყველაფრის ფასად. რაღაცნაირად მე ხშირად შემხვედრიან პლუტონი შავი მთვარის შეერთებით და იცით როგორ მუშაობს პლუტონი ამ შემთხვევაში, აი გაჭედვამდე აბსოლუტურად ყველაფრის ფასად რომ მინდა ის რაც მინდა, ან შეიძლება არა მაქვს არ ვეკარები დავბლოკე ენერგია, მაგრამ რამე რო იყოს და გამოჩნდეს უცებ ჩემ ცხოვრებაში ის ენერგია, მე შეიძლება ყველაფერი დავკარგო, ყველაფერი ჩავდო ამაში და მაინც ბოლომდე ვერც ვიღებ, მაგრამ ან ბედნიერი ვიყო რომ ვიღებ, ოღონდ ვერ ვხვდები რომ ამასობაში აბსოლუტურად ყველაფერი დავკარგე. იყო ეს ჯანმრთელობა, იყოს ეს ცხოვრება, მატერიალური თუ გეგმები თუ ყველაფერი დავკარგე, ისი ახასიათებს. ან საერთოდ კეტავენ აი ამ ღრმა ენერგიას და საერთოდ არ ავლენენ აი ამ პლუტონურ ენერგიას, ეშინიათ ამისი, ხო აი ამ ღრმა ემოციების ან დიდი დანაკარგების ეშინიათ და ესეც პრობლემა არის, იმიტომ რომ აქაც იგივე არის გამაზული ცხოვრება. ოღონდ ურანულად ეს არის რომ ჩავიქროლებთ და პლუტონურად ეს არის რომ მე საერთოდ არ ვიგრძენი, ანესთეზირებული ვარ და არ ვიგრძენი საერთოდ ეს ხოჩარტულია. ანესთეზირებული ვარ და არ ვიგრძენი ეს ცხოვრება. ან ცხოვრებას კი არ ვგრძნობ, სადღაც მიზანში ვარ გაჭედილი და ყველაფერი დავკარგო ამ მიზნის სწრაფოში და ვერც ვისიამოვნო ამ პროცესში. ან ეს პროცესი იყოს იმაზე უფრო
ძიმე ვიდრე მიღირდა საერთოდ ის ყველაფერი, ხო, ეს პლუტონის შემთხვევაში და მანდ უკვე შავი მთვარე არის ფონი და წამყვანი ის პლანეტა ხდება, რომელიც რეალიზებას უკეთებს აი ამ შავ მთვარეს. ხშირად შემხედრია შავ მთვარე მზესთან რო არის შეერთებაში. კლასიკური ფორმულა არის ან კვადრატურა ან ოპოზიცია. კლასიკური ფორმულა არის დიდ თეატრში რო ვართ. რაღაცნაირად სულ სიყვარულს ვეძებთ, სულ აღიარებას ვეძებთ და ან პირიქით რომ არის ამას გვაძლევენ, სულ ვიკარგებით და საერთოდ არ გვჯერა ამისი, ანუ შავ მთვარეს იცი რა ხასიათებს ერთ წერტილში თან რო ძალიან გვინდა და თან რო ძალიან გვეშინია ამ ყველაფრის, თან ძალიან არ გვინდა, თან ძალიან გვინდა. აი ეს არის ზუსტად შავ მთვარის ენერგია. რა ეს არის ფაქტიურად ორი უკიდურესი ემოცია და ენერგია და შიდა კონფლიქტი ჩვენში. და ამიტომ იწვევს ხოლმე ესეთ უცნაურ მიჯაჭვულობებს, უცნაურ ტრამვებს, დრამებს, უკმაყოფილებას. გვაქვს, იცით როგორ გვინდა, რომ არაფერი არ გავაკეთოთ, არ ვიშრომოთ, ისე გვინდა მივიღოთ და იქ რო ჩავდოთ რაღაცა, მაშინ ყველაფერს ვდებთ და მე აქაც წაგებული ვართ და აი რაღაცაერად აი ესეთი გაუცნობიერებელი რაღაცები ხდება შავ მთვარის ზონაში. კარმულ ასპექტებს ვეძახი, ახლა მარტო შავ მთვარიც არ არის, კარმული კვანძები, სატურნი, აი მთელ აი ამ ფონს ვუყურებთ ხოლმე და მე ნუ რა თქმა უნდა დანარჩენი პლანეტები, უბრალოდ დანარჩენი პლანეტები ეს ცოტა უფრო თვისებებს გამოხატავს ადამიანის და კარმული ასპექტები ეს არის უკვე ის დაფარული ის აბსოლუტურად გაუცნობიერებელი მხარე ჩვენში, რომელსაც მივყავართ სინამდვილეში, საერთოდ რო ვერ ვაცნობიერებთ, საერთოდ ვერ ვხედავთ, მაგრამ ხედავ სხვები, ამას ძალიან კარგად. და აი ეს მინდა რომ გაითვალისწინოთ. თქვენ ახლა ღრმა ასტროლოგია, უფრო კარმული ეზოთერული ასტროლოგია, უფრო ძალიან ღრმა შრეებში მუშაობს, ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი არის თერაპიების, ფსიქოთერაპიულად, ან შინაგან თერაპიულად. მივხვდეთ ადამიანს ისეთ წერტილებს, რომელიც ფსიქოლოგიას მეეჭვება, რომ აქამდე გავიდეს ხოლმე. მეც ახლა რამდენი წელია სხვადასხვა თერაპევტებთან დავდივარ და მაქსიმუმ თერაპიით ესე მე რო არ ჩართულიყავი, მივიდოდით იუპიტერი, სატურნი მაქსიმუმ. და ძირითადად იქ პლუტონს, ხა ჩემთან ჩართული არის თითქმის ყველა პლანეტასთან პლუტონი და პლუტონზე რო გავედი, ეს ხა ნუ ჩემი რესურსით ისიც, მაგრამ შავ მთვარეზე მე რო არ ვცოდნოდა, ვერ გავიდოდი, მართალი რო გითხრათ, ანუ ფსიქოთერაპიით, უფრო აი ერთად-ერთი სისტემა რო მუშაობს ასტროლოგია და ფსიქოლოგია, აი მაშინ გავდივართ ხოლმე უკვე სერიოზულად, ხო? და ამიტომ მგონია, რომ თანამედროვე ფსიქოთერაპია უკვე ნუ ის კლასიკური ფსიქოთერაპია ვეღარ უმკლავდება იმ გამოწვევებს ჩემი აზრით და საჭირო არის კომბინაცია ყველაფრის გაერთიანება და მნიშვნელოვანი არის ყველა სისტემები გაერთიანდეს რომ ჩვენ რაღაცა იცით რა არის მე არ უყურებ რომ ფსიქოთერაპია და რაღაცა რომ აი ჩვენ გვჭირდება ჩვენ ცუდად ვართ აი რა ეს არის უბრალოდ ჩვეულებრივი პიროვნული განვითარება როცა გვინდა გავაცნობიეროთ ჩვენი ცხოვრება, გავაცნობიეროთ ჩვენი ფიქრები, ჩვენ კონტაქტზე გავიდეთ. ეს არის ძალიან სერიოზული, მაღალი კლასის სულიერი განვითარების და ცით როგორ რაღაცა არის? ნენელა, აი რელიგიურ პირებს მომავალში 100 წლის შემდეგ კიდე უფრო ადრეც გააჩნია ქვეყანას ჩაანაცვლებს ჩემი აზრით ფსიქოთერაპიის რაღაც სხვადასხვა სულიერი სწავლებები და მიმართულებები, იცით? აი ფსიქოთერაპია ფაქტიურად მღვდლის ჩანაცვლება თანამედროვე სამყაროში და მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერზე, იცით? აი თუ არის ხა ეგრეგორულად, როცა ეგრეგორს ვამბობ ხოლმე, ხო ენერგეტიკაზე როცა არა გვაქვს ეგრეგორულად წვდომა აი ამ რელიგიურ სულიერ სამყაროსთან ეს ჩემ სუბიექტურ აზრს გეუბნებით ახლა მე ვამბობ ხოლმე რომ ახლა ჩემი ფსიქოთერაპევტი ვერ გახდება ისეთი პოლიტიკურად ბნელი ადამიანი აი ისეთი გამოხატული სიბნელე რო არ ღირებულებებში რომ ეხლა მე სელენა მყავს მეცხრე სახლში ღირებულებებში და ერთში და აი ჩემთვის ეს ძალიან ისეთი ის არის რომ ახლა მე ესე უყურებ ფსიქოლოგიას რომ ეს არის სულიერი განვითარება ეს არის
ადამიანის ფაქტობრივად გურუ უნდა იყო და მიყავდეს სწორ ჭეშმარიტებამდე. ხა შეიძლება მე ძალიან იდეალისტურად უყურებ, მაგრამ სხვა სიხშირე არის ეს ფსიქოლოგია, საერთოდ მე ფსიქოლოგიას სტანდარტულ ფსიქოანალიზს არ ვამბობ, ეს რაღაც აი სერიოზული ჭეშმარიტების გზაზე უნდა დავდგეთ, ხო, თერაპიის დროს, საკუთარ ნამდვილ მესთან უნდა გავიდეთ და ეს ჩემთვის რელიგიაც არის, მეგობრებო, ასტროლოგია ჩემთვის შულდოსანი არის პირველ რიგში, ფსიქოთერაპია შულდოსანი არის ეს ჩემთვის, როდესაც რაღაც ნენელა სხვა სამყაროსაც უკავშირდებით, ხო? აი, სხვა სიბრტყეში გავდივართ და აი, იქ უნდა გქონდეს ნათელი გონება, იქ უნდა გქონდეს ნათელი რაღაც შინაგანი ხედვა, ხო? ნამდვილი გურუ უნდა ვიყოთ. აქ იმაზე კი არ არის, რომ ხა მაინც ამის სელენა უნდა ყავდეს მანც და სხვანაირ არა, მაგაზე არ არის. შეიძლება შავი მთვარე გყავდეს და ჩვენ ძალიან სწორად უყურებდეთ თემას და ძალიან სწორად რეაგირებდეთ. ეხლა მაგალითად ეს დონალდ ტრამპი რო არის მოსული, ხა ხშირად ვამბობ ხოლმე ჩემს დამოკიდებულებას, ეხლა ვინც ძალიან შორს ვიყურებით და მაგ ამისი პრეტენზია რომ შორს ვიყურებ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ინფორმირებული ვარ ყველა ანალიტიკურ სტატიას თუ ვიდეოს და გადაცემებს ვეცნობი ხოლმე მსოფლიო პოლიტიკაზე, აბა ჩვენ პოლიტიკას ჩემ ტერმა უყურა, ორღობე, ჩვეულებრივი. და შესაბამისად აი ეს გლობალურ ხედვაში ტრამპი სულსა თავისი შავი მთვარით მოვიდა იმისთვის რომ დაანგრიოს ყველაფერი, ძალიან ცუდად დაანგრევს სხვათა შორის, ამას აუცილებლად სავარაუდოდ მესამე მსოფლიო ომამდე აი კიდე ერთი ჯოჯოხეთს მაშხალა აკლდა და ის მოვიდა ჩემი ძალიან ისეთი დაკვირვებით და ეს გამოჩნდება მე აუცილებლად უბრალოდ უბრალო ხალხი ჩვენ თუ ძალიან ინფორმირებულები არა ვართ, დიდად კავშირებს ვერ ვხედავთ, იცით, დიდად ვერ ვაცნობიერებთ, თუნდაც ახლა ობამამ და მერკელმა რო ყველაფერი გააფუჭა და მაგათ კისერზე არის მთელი ეს ომი და ყველაფერი, ხო? ეს ჩვენ ვიცით, ქართველებმა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მსხვერპლი ამ ყველაფრის, მაგრამ სხვაებმა ახლა რიგით მოქალაქეებმა სხვა ქვეყნების სულ არ აინტერესებთ და ვერ ხედავენ ამ ფართო სურათს, ხო? და აი ეს თემა რომ ხა შავი მთვარე ყავს მაგ ადამიანს მშვილდოსანში და შავი მთვარის ზონაში ზოგჯერ ნეგატივსაც ხედავთ, რაც არის დასანგრევი, რაც არის გამოსასწორებელი. ახლა მაგალითად ყველაზე კარგად შეუძლია ახლა შავი მთვარე როცა ყავს ადამიანს მაგალითად რომელი გითხრათ ხა თევზებში ან არის ადამიანი რომელიც არის მატყუარა, მანიპულატორი, ასე შემდეგ, ძალიან კარგად ხედავს ეგეთ ხალხს, მატყუარებს ხედავს, შიფრავს, სად არის გურუსი, სად არის ტყუილი, ამას კარგად ხედავს, ხო? ეს უკვე მაღალ დონის რო ვეძახით შავი მთვარის, ამიტომ ამაზე არ არის აქ რომ მაინც ხა ნათელი კარმა უნდა გქონდეს, თუმცა მაინც არის იმაზე რომ ჩემთვის ფსიქოთერაპია, ეს არის ნათელი გონება, ეს არის სულიერი მოძღვარი ფაქტიურად დღევანდელობაში, დღევანდელ რეალობაში და ძალიან მნიშვნელოვანია კონდეს ეს თავის ზონა სუფთა, ღირებულებათა სისტემა სუფთა. ეს ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ეს აი ადრეც წინა ვიდეოშიც თქვი რომ მხოლოდ სამყარო იქამდე გვეხმარება, სანამ ჩვენ ამ განვითარების ენერგიას სადღაც სწორად ვიყენებთ, ხო? სადაც ეგოზე კი არა ვართ მიმართული, ხა მე რატო არ მომწონს მაგალითად დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს არის კერძო ფულიან ხალხზე მიმართული და აქ ადამიანებზე არ არის ეს ყველაფერი. აი თუნდაც ჩვენთანაც ეს ავტოკრატია უკვე ნენელა, ყველა თავისთვის ხეირი, პატარა ჯგუფების ხეირი არის და ხა მე როგორც მერწყულის ენერგიის მატარებელი და საერთოდ ახლა 21 საუკუნეა ხო, ახლა რაღა დროს პატარა კრიმინალური ჯგუფებია, ანუ ესეთი ის არის ხო, საჭირო არის რომ რაღაცნაირად საკაცობრიო ღირებულებებზე ვიყოთ. ახლა ძალიან იმას ვქენი მე ჩარჩოში ვლაპარაკობ, ძალიან დიდ გავადიდე. ესეც შვილდოსნური ენერგია მეგობრებო, ერთ რაღაცას რომ ვამბობთ ის მთლიანობაში უნდა დავინახოთ, არ არის ეს ერთ ნაწილზე მარტო, აი გლობალური ხედვის პრობლემა არის საერთოდ ადამიანებში, ძალიან ვიწროდ ვუყურებთ ხოლმე ბევრ რაღაცას და მე მომიწია მართალი გითხრათ რომ ფართოდ შემეხედა, იმიტომ რომ ერთმანეთთან არის კავშირში ყველაფერი, რატო არ უყურებ მე დიდად ქართულ ჟურნალისტიკას, რომ იმდენად პრიმიტიული და იმდენად ზედაპირული არის, რომ მთლიანი სურათი საერთოდ არ ჩანს, ესე იგი მთელი წამყვანები ხო ფოთვითი აშლილობით არიან. აი ესე რომ ესე მართებად კანკალებენ, სადაც კითხვას დაუსვამენ, უკვე ვერ ითმენენ, ხო ეს უკვე მართლა რაღაცეები პრობლემები აქვს ხალხს სერიოზული.
მაგრამ ნუ ესეც ახალისებული არის, ესე არ იქნება, ხო? ხო და აი ამაზე არის აქ საუბარი, რომ საჭირო არის მეგობრებო ყველაფერი ერთიანობაში დავინახოთ. უნდა იყოს სიღრმისეულად ყველაფერი. ეს არ არის თუ ახლა ვისწავლე რაღაცა ის სატურნი ვერცხლში და დავიწყო ამის ახასიათება და ეს იყოს მთელი ასტროლოგია. ძალიან სერიოზული რაღაც არის, მთლიანი სისტემა არის საქმნიშველოვანი და თუნდაც ამ კარმულ ასპექტებს რო ვლაპარაკობთ, აი მთელი რუკის ყველაზე მთავარ ფონს აჩვენებს რაღაცნაირად, აი კრავს უკვე ინფორმაციას მთლიანობაში ინდივიდუალურად ადამიანს უყურებ უკვე და აი თუნდაც ახლა რომ კარმულ ასპექტებს არ განიხილავენ ხოლმე ნაწილი მაგალითად ასტროლოგიაში, ხო, ეს ნიშნავს რომ აი განვიხილოთ ზედაპირულად ძალიან ადამიანი და მე როგორც პლუტონიანელს მიყვარს ყველაფერი ძალიან ღრმად კვლევა, აი ბოლომდე ჩაყოლა რაღაცეებზე და ჩვენ უნდა ვიყოთ ინფორმაციის მწარმოებლები და არა უბრალოდ მივიღე, არც გავაანალიზე ბოლომდე და დავჭი მერე ისე ზედაპირულად, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის და ამიტომ წერ ხოლმე ზოგჯერ შეიძლება ერთი და იგივესაც ვიმეორებ, შეიძლება რაღაც ნაწილს ისევ იგივეს ვამბობ, მაგრამ რაღაც ნაწილი არის კიდე ჭანჭიკი მთლიანი სურათის და მინდა ხოლმე რომ გაგიზიაროთ. თან ხა ეს მარტო ვარ მოგზაურობაში და მომინდა თქვენთან შეყვეტრა ესე ვირტუალურად საუბარი. დამიწერეთ კომენტარები თუ გექნებათ ამისი სურვილი, თუ კითხვები გექნებათ მეგობრებო. თუ სურვილი გექნებათ მოიწონეთ ეს ვიდეო. ძალიან დაეხმარებით სხვებსაც. იცით ალბათ რომ მე არა მაქვს დიდად ის რაღაც კომერციული ინტერესი ხოლმე და უფრო ისე არის რომ მეგობრულად დებ ამ ვიდეოებს ყველასთვის რომ იყოს მისაწვდომი. და იმედი არის რომ რაღაც კუთხით ჩემი წვლილიც შემაქვს, ხო? აი გავიგებ რაღაცას გაგაგებინებთ თქვენს პრინციპით და აბა წარმატებას გისურვებთ მეგობრებო დროებით. კიდე მალე ჩაგიწერთ ვიდეოს.